გამარჯობა, ეს არის დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტის მე-12 ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება სანდრო გილაძე, ქირურგი. სანდრო, დიდი მადლობა მოსვლისთვის და დიდი მადლობა შენი სათქმელის ცოტა ფართო აუდიტორიაში გაზიარების სურვილის გამოხატვისთვის, იმიტომ რომ არც მე კონკრეტულად ჩვენ ზოგადად რა ქვეყანა არ ვართ განებიურებულები იმითი, რომ თავის საქმის პროფესიონალები ლაპარაკობდნენ თავის საქმის პრობლემებზე. ჩემი პირადი პოლიტიკა და ტაქტიკა ეგ არის, რომ საჯარო სივრცის დაკავება ჩემითაც და იმ ხალხითაც, ვისაც ეთქმის სიტყვა თავის საქმეში, მინდა რომ ქართული ციფრული საჯარო სივრცე და ზოგადად საჯარო სივრცე ამით გაჯერდეს. იმიტომ რომ მიტოვებულ ეკლესიას ეპატრონებიან ეშმაკები მე. რაც უფრო დიდხანს დუმს რაღაცა პროფესიული ელიტა, მით უფრო ლაპარაკობს 1000 ჯური შარლატანი, აფერისტი და მით უფრო მე რაღაცა გაუგებრობებს იწვევს ხოლმე ეს ადამიანებისთვის რა და პაციენტებს. ასე რომ მე თვითონ ჩემ პაციენტებზე დაკვირვებითაც როცა ვუყურებ მას და მათ და ფიდბექს ვამოწმებ, ძალიან мотиваციას მაძლევს, როცა მეუბნებიან, რომ რაღაცა მომისმინეს, მეთანხმებიან, იმიტომ რომ გონია და დარწმუნებული ვარ და 100%-ით ვიცი რომ მათ სათქმელს ვახმოვანებ, იმიტომ რომ რაც მათ უჭირს ვახმოვანებ უკვე უფრო ფართო აუდიტორიაში, ისეთ ხალხთან, ვინც პაციენტები არ არიან საერთოდ. მაგრამ ეს თემა ხო, ეს მედიცინა ხო ისეთ საკითხია, რომ ეს არ ეხება რაღაცა პაციენტზე, ერთი კაცის პრობლემა არ არის, ეს ქვეყნის პრობლემა რა. ასე როგორ ქვეყანა გვინდა რომ მოვაწყოთ. ასე რომ ეს პატარა შესავლის სახით გავაკეთე, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი ქირურგი ხარ ჩემი პოდკასტ ჩემს სტუმრად რა, ქირურგი არ მეშლება, ქირურგი არ ყოლია რა სტუმრად. ასე რომ ძალიან მინდა რომ რაღაცა დომინოს პრინციპით ნელ-ნელა ცოტათი ბიძგი მისცეს შენმა გამოსვლამ, შენმა საუბარმა და უფრო და უფრო მეტი პროფესიონალი ვნახო მოლაპარაკე თავის პრობლემებზე. ეს არის რეალურად პაციენტის გვერდში დგომა. თან მუშაობა კაბინეტში დახურულ კარს მიღმა, თან საჯაროდ ლაპარაკი რა, იმიტომ რომ დახურულ კარს მიღმა ერთ-ერთზე პაციენტებთან შეხვედრები და ვერც სხვა სიტუაციებში შეხვედრები, სამწუხაროდ არ არის საკმარისი, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს რა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგზავნით. დიდი მადლობა ჯაბა მოწვევისთვის. ძალიან სასიხარულოა რომ ამ გადაცემის სტუმარი აღმოჩნდი და მივესალმები ყველა შენს მსმენელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც რამოდენიმე წუთს დაუთმობს ყველა შენს, ასე ვთქვათ, სტუმარს და რეალურად მე რასაც გადავხედე, ეს ადამიანები ობიექტურები არიან თავიანთ სათქმელში, რაც ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ ის პრობლემები ღიად, ის პრობლემები, რაც ასე ვთქვათ, ყველას აწუხებს, მათ შორის ექიმს, იმ ექიმს, რომელიც კლინიკაში მუშაობს და ჯანდაცვის სისტემაშია ჩართული და პრივატულ პაციენტებს, ასე ვთქვათ, არიღებს და ამ სისტემის ნაწილია და ასე ვთქვათ, იმ ადამიანის თვალიდან დანახული ეს პრობლემები, რომელსაც თუნდაც თავისი ოჯახის წევრია ნათესავი ყავს რაღაც ისეთი პათოლოგიით, რომელსაც ასე ვთქვათ, ურთიერთობა უწევს კლინიკებთან, ექიმებთან და ეს ორი მიმართულება ზე ვისაუბრებდი შენ ნებართვით. ძალიან კარგი. ეს როგორც ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ქირურგია, ტრანსპლანტ ქირურგია და აკეთებს ასე ვთქვათ, ქირურგიას და ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ეჯახება დიდი სიამოვნებით მოგისმენ ორივე თემაზე რა. იმიტომ რომ მაინტერესებს აქეთ არაკურსიდანაც ზოგჯერ გვაუწყდება ხოლმე ექიმებს, ქირურგებს, არაქირურგებს, რომ აი აქეთ არაკურსიდან ხშირად ვერ უყურებთ ხოლმე თუ ჩვენ არ გვჭირს რა რამე პათოლოგია ან ჩვენს ახლობელს. ეხლა მაგალითად სანამ დავიწყებთ ამ თემაზე მაყოლას, აი პერიოდულად მინდა ხოლმე რომ ამ პოდკასტების სერიით ეხლა ეს პოდკასტია ჩანაწერია გვიანი და მაგრამ აი მინდა რომ გამოეხმაურო ხოლმე აი ცოტა აქტუალურ პრობლემებსაც რა, მიუხედავად მაგისა. მაგალითად აი იმ დღეს მინდოდა დედაჩემისთვის დაორგანიზება სახლის პირობებში, რომელსაც შაკი შეტევა, არაფერი რაღაც სიცოცხლის წასში, დაორგანიზება სახლში ტრანსფუზიის, იმიტომ რომ დაემართა დეჰიდრატაცია რა. ანუ აფთიაქში ვერ უშოვეთ რა, რინგერი და ფიზიოლოგიური ხსნა.
რის გამოც ეგთანი რომ გამოვიძახეთ, იმა რაღაცა განყოფილებიდან წამოიღო რაღაცა წვალებით რა და აი ეს უაზრო არალოგიკური შორტიჯი, რომელიც გამოჩნდება, უცებ აი რაღაცა წამოს ვერ შეულობ, საერთოდ არაფერ შუაში რო არ არის. რაღაც არ და თან უყურე როგორ სიტუაცია, უცებ გავრცელდება რაღაცა ვირუსი, გავრცელდება ბაქტერია, ყველაფერზე კლინიკაში ვერ მივიყვან პაციენტს ისეთ სიტუაციაზე, თან რომელზეც კლინიკა საერთოდ არ არის საჭირო რომ მოაცდინო ხა და სახში შეგიძლია შენ თუნდაც გამომკლავდე, ხო? და სახშიც არ გაქვს მე მისი მართვის უნარი რა ეს მე ძალიან ლაით შემთხვევა მოყვა რაც აი ამას წინათ შევეჯახე რა პრობლემებიც ახლა საბედნიეროდ ოჯახში ახლა ასე მძიმე კლინიკურ სიტუაციებთან შეხება არ აგვაქვს რა და შენ უფრო სერიოზული პრობლემა ჰქონდა რა და ეგ საინტერესოა ეგ ისტორია მე ჩემი ისტორია ასე ვთქვათ რთულია იმ გადმოსახედიდან რომ როგორც ექიმისთვის რთულად მოსასმენია ისე ანუ იმ პაციენტისთვის რომელსაც რაღაც მომენტში ის წვდომა არ აქვს იმ ინფორმაციაზე, რაც ექიმს აქვს. აი მაგალითად, იყო ერთი ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩემი ასე ვთქვათ ნათესავი, რომელსაც საკმაოდ ასე ვთქვათ მძიმე ანამნეზი აქვს, შაქრიანი დიაბეტი, იქ სტენტი გულში, რამოდენიმე იქ სიარულის პრობლემა აქვს, დიაბეტური ნეფროპათია აქვს, დიაბეტური ნეიროპათია აქვს, თვალის პრობლემა. ასაკი 60 წელსაც არის. შუახნის მამაკაცი, რომელიც უბრალოდ ასე ვთქვათ, თავისი სიმძიმისგან გამომდინარე, შეგვიძლია უპასუხისმგებლობაც დაუშვათ მედპერსონალისგან. არ ვიცი, რა შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ანუ ეს ადამიანი ორმა კლინიკამ უბრალოდ რატომღაც აი მისი ასე ვთქვათ მიღება უგულებელყო. იმიტომ რომ სისტემა ასე ვთქვათ ისია აწყობილი ზოგი კლინიკებისთვის, ეგ ცალკე თემაა კიდე. არის რაღაც ვერ ხვდები, არის ორმაგი სტანდარტი, როცა ნაწილი კლინიკების რაღაცებზე თანხმდება, ნაწილი კლინიკები რაღაცებზე არ თანხმდება. თუ პაციენტი მძიმეა და ეს პაციენტი DRG-ის ნაწილი არის, DRG განუმარტება, ყოველთვის ორი სიტყვით. DRG არის საყოველთაო, ასე ვთქვათ, საყოველთაო დაფინანსების მოდელი, ხო, სისტემა, რომელიც საქართველოს ქართულ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ იქ თავისი, ასე ვთქვათ, თავისი კრიტერიუმებია, ვინ როგორ დაფინანსებას იღებს და ასე შემდეგ და ამის მიხედვით წყდება ფინანსური მხარე ერთი თუ რომელიმე кейსი. ანუ DRG არის სტანდარტიზებული დაფინანსების ფორმა, რომელიც არის მე არა მაგ DRG-ს შეხება თუ რამეს ცდები შემისწორე, რომელიც აი ნოზოლოგიები არის, დაავადებები და წერია რომ რა დაავადება რა ღირს. რა დაავადების გართულება რა ღირს, ეგ არის DRG, ანუ სახელმწიფო ფიქსირებულ ფულს რაში იხდის, ხო? ოკეი. თუ ამ ფიქსირებული თანხიდან ეს პაციენტი მძიმდება ან რაღაცა, ეს უკვე კლინიკის ხარჯზეა. და ეს ყველაფერი ავტომატურად ისახება მედპერსონალზე. ანუ მაგალითისთვის მე რომ ავიღო პაციენტი, ჩაუტარო რაღაც ოპერაცია და ეს პაციენტი გართულდეს რაღაც მიზეზის გამო, იმიტომ რომ ქირურგია ნუ ეს არ არის რაღაც მარტივი არითმეტიკა 2x2 4, ეს მძიმე პაციენტები არიან უხშირესად, თუ პლუს ონკოლოგიაც ემატება, მაგრამ თუ ამ თანხას, ფიქსირებულ თანხას ცდება, მაშინ პირდაპირ გაქვს შენ ადმინისტრაციიდან, ასე ვთქვათ, განკარგულება, რომ ანუ ეს წამგებიანი кейსია და ესეთი პაციენტი კლინიკისთვის წამგებიანია. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ სისტემამ აიძულა რაღაც კლინიკები, მე არ ვიტყვი რომ ეს ყველა კლინიკა მაგას არ ვამბობ, მაგრამ აიძულა რაღაც კლინიკები, რომ მძიმე პაციენტებზე უარი თქვას. აი ის კლინიკები ბარემ ჩაგეკითხები, როგორ ავსებენ ამას, რა, ხო ყველა ზოგიერთი უარს ამბობს სიტყვაზე და არა მომგებიანი кейსებს არღებულობს, ან იშორებს თავი. მაგრამ ისინი აი ცოტა უფრო პატიოსნად ვინც იქცევა ისეთი კლინიკები, როგორ ზარალობენ, ეგ როგორი ამბავი, იცი, ახლა 1 და 2 შემთხვევაზე ხო, მაგრამ ანუ
გამოდის რომ თავის ჯიბის ფულს დებ ყველა პაციენტს ფიზიკურად არ არსებობს მაგდენი ჯიბის ფული და მაგიტომ რა შვებია ეს ფული საიდან მოვა ხო აქ მეორე მომენტი არის ის რომ ეხლა შეიძლება ძალიან არაპოპულარულ და საკამათო თემა თქვა და ვიღაც ადამიანები გამოვიდნენ აქ მაგრამ რეალობა ყველა მიცის უბრალოდ მოდის რომ კლინიკა კეტავს მიღებას პასუხისმგებლობას აღარც იღებს რა. ხო, აი მაგალითად ჩვენ რეანიმაცია გადავსებულია და მძიმე პაციენტს ვერ ვიღებთ. საკმაოდ ბევრი კლინიკა აკეთებს ამას. მედი და შეამოწმენ. ხო, რთულია ამის გაკონტროლება. ანუ თვითონ როგორც რომ გითხრა რომ სისტემა ასე ვთქვათ ცუდად არის. აწყობილი ჩვენ რეალობაში, ქართულ რეალობაში ძალიან ცუდად არ არის სისტემა აწყობილი რა, მაგრამ დაფინანსების გამო, აი ხო ვამბობ, ანუ ის პაციენტები, ვისაც რთული შემთხვევა აქვს, უმრავლეს შემთხვევაში განწირულები არიან. აი ზუსტად მაშინ ერთვება თურქეთი, მაშინ ერთვება ისრაელი, მაშინ ერთვება საწარმოებები, ამბები, ფულის შეგროვებები და მთელი ამბები რა, ტრაგედია რაც გვაქვს რა. კი. აი ჩემი აზრით აი ეს დასახვეწია რა. აი თუნდაც ელემენტარული ავიღოთ აი ძალიან ბევრი ონკოპაციენტი საქართველოსგან გადის, ხო? ყველაზე პოპულარული მიმართულება ხა თურქეთია, ხო? ანუ თურქეთის ძალიან ბევრ კლინიკაში ვარ ნამყოფი და კი კედლები კარგია, ექიმები კარგიები არიან და ბევრი ბენეფიტი აქვს მაგას, თუმცა ძალიან ბევრი მინუსიც აქვს. თუნდაც ის რომ აი ის თანხა, რასაც სახელმწიფო უფინანსებს ამ პაციენტებს, აი მაგალითად სიტყვაზე ამბობ, რომ ჩემთან მოვიდეს ვინმე ადმინისტრაციიდან, ან ნებისმიერ ახალგაზრდა ექიმთან და უთხრას, რომ აი მე შენში ვდებ დაუშვათ რა არკოულ თანხას, გაგზავნი შენ სასწავლებლად და შენ რო დაბრუნდები 10 წელი ჩემზე უნდა იმუშაო. პირობას გართმევ რა. ხო, ანუ კონტრაქტს ვდებთ რა, ანუ კონტრაქტი ისეთ რაღაცა ვერსად ვერ გაიცე. ხო, გადაიხდე მილიონს. ხო. და ანუ ყველა ჩემნაირი ახალგაზრდა ამაზე დათანხმდება. იქ ხო იმას ნიშნავს, რომ შენ იქიდან რო ჩამოხვალ, შენ აი ეს ასე ვთქვათ, კუდები, კარგი კუდები, ანუ ის საფორთი რაც იქ მიიღე, ის ცოდნა ერთი რო ჩამოიტან და შენ თუ რაღაც გაგიჭირდება, იქაც გეყოლება და მენტორების სახით. რომ დაგჭირდება, ის ადამიანი ჩამოვა გვერდში დაგიდგება. შენი აზრით აი ჯერ ერთი მოდი ასე ვთქვათ, ანუ ახალგაზრდა კადრების, ანუ გრძელი ხედვის არარსებობა ქვია რა. გრძელი ხედვის არარსებობა რეალურად ეგრეა. იმიტომ რომ აი შორ ხედვაზე იქით ვეღარ იყურება და აი რა უნდა იყოს მაგის მიზეზი, რას ფიქრობ, ანუ კლინიკის ვიწრო ხედვა, იმიტომ რომ უყურებს რომ აქ და ახლა მე ცოტა პესიმისტურად უყურებ რა მაგას, იმიტომ რომ ზოგადად ჰოსპიტალისტური სექტორის აწყობას ჭირდება ძალიან დიდი რესურსი. და ძალიან დიდი რესურსი ასე მარტო კერძო ინიციატივაზე მიგდებული არ გამოდის, არც სახელმწიფო ინიციატივაზე მიტოვებული არ გამოდის, იმიტომ რომ სახელმწიფოს თავისი პრობლემები აქვს კორუფციასთან დაკავშირებით უამრავი და აი რაღაცნაირად აი ისე გამოდის, როგორც გამოდის რა, რაც გვაქვს დღეს რა. აი შენი აზრით აი ეს შორს რო არიხედები, რატო არ დებს მაგალითად ვინმე რომელიმე კლინიკა რო მოდი რა, შენ პირობითად ვიღაცა რაღაცა 10 წელი თუ არა, ეხა 10 წელი ძალიან შორი ხედვა, ეხა 10 წელში მაგალითად ხედვა, მაგრამ პატარა საქმეზე რა, რაღაც აი პროცედურა დაუშვათ ვისწავლოთ, რომ მე გეტყვი მაგაზე რატო რა და სხვა შორის აი მაგაზე ცოტა პესიმისტურად რას უყურებ. ეხა მაგალითად ავიღოთ რამე ისეთი პროცედურა, რომელიც იშვიათად ტარდება, ხო? არა რენტაბელურია. ეხა არა რენტაბელურ პროცედურებს საქართველოში როგორ უნდა ატარო? ანუ მაგალითად რაღაცა პროცედურა ჩემს სფეროში რო ავიღო, თან თუ და რაღაცა ტრანსპლანტაციის საკითხში რა. და დაუშვათ წავედი, ვისწავლე, რა მშრომლა აქვს ვისახსრებით, მაგრად ვიცი, ის ექიმი ჩამოვიყვანე აქ. ვინ ინახავს მე ამ ხალხს? ანუ არის რაღაც საკითხები, რომელიც ახლა წიგნის კითხვაზე როცა არის დამოკიდებული, იმ წიგს დაგაუწება, წაიკითხავ ისევ და რა არის პრობლემა. ხელსაქმეზე როცაა დამოკიდებული, მე ხო დისკვალიფიკაცია მოგდის, ახლა თუ ბრუნვა არ გიხდა. ბრუნვა ახლა 3 მილიონიან ქვეყანაში რაღაცა ძალიან ისეთი პროცედურების სწავლაში ფულს ამიტომაც არ დებს ალბათ არავინ, რომ ანუ მე პაციენტი საიდან. ანუ მაგალითად გიქ ახლა ინგლისში მაგალითად IBD სპეციალისტი რო გახდები, კრონის და კოლიტის სპეციალისტი რო დაგარქმევს სახელმწიფო და გაკურთხებენ კრონის და კოლიტის სპეციალისტად და რომ მუშაობს სადღაც რაღაცა შენ გუნდთან,
ანუ ყველა ოჯახის ექიმი იმ უბნიდან გიგზავნის პაციენტებს რა. მაკლინიკაში აგზავნის ახლა ეს კლინიკა თვითონ ანაწილებს თქვენ ესე პირობითად ექიმთან ასე არავინ არ აგზავნის პაციენტს, როგორც ჩვენთან არის რა. და ანუ იქ არ არის პრობლემა, ანუ იქ პაციენტები, იქ საჭიროება არის და ეს საჭიროება წარმოშობს მერე იმას რა, მოთხოვნის იმას გაჩენას თვითონ ექიმების ბაზარზე რა. და ჩვენთან ეს საერთოდ დათვლადიც არ არის. ეხლა რო გკითხო, რომ რა გჭირდება ყველაზე მეტად, ან შენ რომ გკითხო იგივე იმაში რა, ჩემს სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ასე ემპირიულად ჩემი აზრები რაღაცებზე შეიძლება მქონდეს, იმდენი მონაცემი მაკლია, რომ რაღაცა დავასკვნას ზუსტად რომ დაუშვათ, აი რამდენი ენდოსკოპიური ულტრაბგერა მჭირდება. მაგალითად, რომ გავაკეთო ქვეყანაში რაღაცა თვეში, რამდენია რეალურად საჭიროება რა. არ ვიცი ეგენი, შენც არ გეცოდინება შენ სფეროში ბევრი რამ რა, იმიტომ რომ ასე დათვლადი არ არის. რას ვფიქრობ მაგ თემაზე რა? მე ძალიან სტატისტიკის მოყვარული ვარ რა. ანუ ეგ არის ის მეცნიერება, ასე ვთქვათ, რომელსაც ვერ გაიქცევი. ვერ გაიქცევი და ვერ მოიტყუები, რომ შენ რაღაც მაგარი ქირურგი ხარ და ეს რაღაც შენი გართულებები ან შენი წარუმატებელი кейსები საერთო სტატისტიკასთან რაღაც ძალიან შორს არის რა. ანუ ეგეთ რამე არ ხდება. ანუ ადამიანები, ქირურგები მათ შორის შეცდომებს უშვებენ. უნდა დაუშვა კიდევაც შეცდომა, უნდა მოხდეს შეცდომა. თუ შეცდომა ვერ მოხდა, ვერ განვითარდება ეგ სისტემა. ჩემი აზრით რა ის შეცდომის აღიარება ვერ მოხდა და ანალიზი კი, უშვებენ, მაგრამ არ აღიარებენ. ხო, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ არ არის მაგალითად სისტემატიზირება არ ხდება რა. აი რო წარმოიდგინო ჩემს სფეროში, ხო? საქართველოში ახლა ანუ 4 მილიონი ადამიანი, 4 მილიონიან ქვეყანაში საქართველოში არის დაახლოებით 4 ცენტრია, რომელიც გადაგებას აკეთებს თირკმლის, მაგალითად. მარტო თირკმელზე რა. ხო. თირკმლის ძალიან ბევრია ეგ. და 4-ვე არის თბილისში მოყრილი. როგორია ხოლმე აი წესი ჩაულებრივი განვითარებული ჩვენთან მახალო ქვეყნის სტატისტიკა რო გაგვიზიარა. აი ტრანსპლანტაცია როგორ ითვლება? ანუ ტრანსპლანტაცია ეს არის ასე თქვათ თირკმლის გულისხმობა თუ არა აქვს მნიშვნელობა. ორგანოთა ტრანსპლანტაცია სადაც კეთდება, ერთი რომ ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ის კლინიკა მზად არის სირთულეებისთვის, ანუ რაღაც სირთულეები დაძლეული აქვს და ამის ასე ვთქვათ გამკლავება შეუძლია. მაგრამ აი ერთ ადგილას მოყრა, ასე ვთქვათ, თავმოყრა ამ სფეროსი და აი თუნდაც კარდიოქირურგია ავიღოთ, ხო, თვითონ ყველა კლინიკაშია თბილისში და ანუ 3.5 მილიონი ქვეყანაში ხა 10 კარდიოქირურგიული განყოფილება, ну, სიგიჟია რა. ისევე როგორც 5 და 4 ტრანსპლანტაციის ცენტრი 4 მილიონი ქვეყანაში სიგიჟია. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ აქ ცოდნის თავმოყრა არ ხდება, ეს ცოდნის დანაწილება ხდება. ამიტომ არის, ანუ საქართველოში როგორ არის? საქართველოში არის ის, რომ ინდივიდებზე მიბმული არის მედიცინა, რაც ანუ კატასტროფაა რა. ერთ დღესაც აი ეს ლიდერი ჯვარიწერი რაღაცა რომ მოვიდეს, ანუ იქ ძალიან დიდი პრობლემები იქნება, იქ სისტემა ვეღარ ვითარდება მერე. მაგას მინდა რა გავყვეთ რა, აი ძალიან საინტერესო რაღაც იძახი რა, აი სიტყვაზე თეორიულად რო ავიღოთ, რაღაცა იშვიათ, რაღაცა ტრანსპლანტაცია ხო არ არის, ყოველდღიური ქირურგია რა. თქვათ ერთი პირობითად ვამბობ რა, ხა ვინმე არ გაიგოს რომ აი ერთ ცენტრს ამას ლობირებდა მაინც იმას რაღაცა იშვიათ ისე რომ ერთ ადგილას რო კეთდებოდეს, ეს ნიშნავს რომ იქ მომუშავე გუნდი ახლა უფრო გამოცდილი იქნება, ვიდრე 10 ადგილას რო კეთდება, იმით ცოტა გამოცდილი იქნება რა. როგორ უნდა მოხდეს ეს? ანუ ძალით ხო ვერ მოხდება ხა, ანუ ვინ არის ის მოსამართლე, ანუ ვინც ეტყვის რომ შენ არ გააკეთო, შენ ანუ რის საფუძველზე მოხდება ეგ რა? საქართველოს მოსამართლეები სამწუხაროდ არ არსებობენ ამ მიმართულებაში. ხო რა, საჯული ვინ არის მაგ? არავინ არ არის. აი რაღაცა ასე რო იყოს მაგალითად აი თქვათ მე რო სახელმწიფო ვიყო რო დავაწესო რომ გახსენი ტრანსპლანტ ცენტრი არაა პრობლემა თუ გინდა აშენი ოღონდ აი მე რო ვიყო არბიტრი რა როგორც ისა რა სახელმწიფო და დაგიდო ასეთ პირობები რომ შენ თუ ტრანსპლანტ ცენტრი გინდა მეგობარო მოდი გააკეთე ესა და ეს გაგიწერს საგანმანათლებლო გეგმას რა ასე ახლა ტრანსპლანტი გავხსენი და Facebook-ზე რეკლამა გავუშვი და მეორე დღეს პაციენტი მივიღებ ასე არა სტაფი გჭირდება ესე აგერ ერთანი მომიმზადე ასე ამ სტანდარტებით ის მომიმზადე ასე
ქირურგი მომიმზადე ასე, მერე ის გუნდი აქეთ ჩამოიყვანე, მერე ნელ-ნელა გაუშვი, მერე მე დაგეხმარები როგორც სახელმწიფო რომ მაგაში გიშუამდგონ, აი ეს ფულის მოყრაში კი არ გიშუამდგონ, მედიატორი ვიქნები რომ თურქეთში თუ ვინმე ახლა მეზობელ ქვეყანაში ვინც კეთილგანწყობილია ჩვენდამი, ავდგები და ვეტყვი რომ ამ თემის განვითარება მინდა რა ჩემთან. ნუ გეშინია შენი კონკურენტი არ ვიქნები არასდროს, აი 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ, არაფერი არ ხდება, просто ჩემი იმისთვის მინდა რა და დამეხმარე მაგაში რა. დახმარება რას ნიშნავს? ასე კი არა რომ პაციენტი გამოუშვა და შენთან გიხადო ფული რა. ნიშნავს ამაში რომ აი უყურეთ გეგმა მაქვს რა დადებული. და აი ამ გეგმაზე ხა ხვალ ეს ჰოსპიტალი იქნება თუ ზეგის ჰოსპიტალი იქნება, ვიღაცა ტიპებს გამოუშვებ პერიოდულად, არგად დამეხმარე და მართლა რომ ჩამოუშვებ, ის მართლა ასწავლე რა რაღაცები. პარტნიორებთან ეგ მოგვარებადია. სანამ ყავს კიდევ ვინმე პარტნიორი. და ამას დაუწესებ და შენ რომ მოგინდებო, თქვა სანდრო კილაძეს ტრანსპლანტ ცენტრის აშენება, ხარ მულტიმილიონერი და გინდა რომ ამაში ინვესტიცია ჩადო, გეტყვი რომ აგერ მაქვს რა გაიდლაინი რა, ისა მაქვს წესები მაქვს რა, თუ გინდა რომ რაღაცა ის კონდეს რა ქვია ტრანსპლანტ ცენტრი, აი ეს კრიტერიუმები დამეკმაყოფილი, ყველაფერი მექნებოდა გაწერილი. და ამას თუ დააკვირვებია, ბაზარზე შევიდეს ყველა. 700 კლინიკა მოინდომოს ტრანსპლანტ ცენტრის გასვლა. უბრალოდ ეგენი დააკმაყოფილოს. ოღონდ, აი მან უყურე სადმივი ვარ, რაში ვიჭედები. ეგ ხო გაწერადია კაცო და მაგას გავწერთ და ჩაუჯდები და ხალხი წყავს რომ გაიწერებ, მაგრამ უკვე მართლა მოსამართლე რო არ ყავს, აგულისხმობ სასამართლო სისტემას. მერე იწყება მაიმუნობა, მერე იწყება გაყალბება. რაღაცეების, რაღაც როგორც საერთაშორისო სერტიფიკატების არაკეთილ ინდისიერად შესრულების არ იყოს, მასე ვიღაცა კლინიკა მე აღმოჩნდება რომ რაღაცე ფურცალზე წერია და რეალურად აღარ არის. და ეს მე ხა ეს უკვე თამაშია, ხა ეგ გამოდის მაიმუნობა, მე ფულის ხარჯვა, დროის ხარჯვა, პაციენტების დაზიანება. რაღაც აი ასე ვიყო, მე რო სახელმწიფო ვიყო, ასე ვიზამდი. და ალბათ სახელმწიფო რო ვიყო, ასე დავარეგულირებდი მაგას. ანუ ფავორიტიზმი მან სახიფათოა, ხა სახელმწიფოს იმისის არა რომ არჩიოს რამე კლინიკა და აი ამ კლინიკამ გააკეთოს, მაგასაც ვერ იტყვის, იმიტომ რომ რა კრიტერიუმი თქვა ის რა კორუფციულია სახელმწიფო და არის საშინელებას იზამს რა და იქ საშინელება მოხდება. და მარტო ბაზარსაც ვერ მიანდობ, ანუ თავისუფალ ბაზარს მიენდოს და მიდი აბა რაც გინდა თქვენი, ეგ არის რა, რაც ხდება რა. აი რაღაცა შუალედური მე ასე უყურებ და შენ გამიზიარი, აბა შენი ხედვა, როგორ გონია რომ აი მასე შეიძლება თუ არ აქ დაიხოცეს. მე ესე უყურებ ამ ყველაფერს რომ ჩვენ ზოგადად 3 მილიონიან, 4 მილიონიან, ავიღოთ 4 მილიონი ქვეყანაში შენ ვერასოდეს ადრე მქონდა ამაზე საუბარი რომ შენ ვერასოდეს ვერ გექნება ის გამოცდილება რაც აქვს 20 მილიონიანი ქვეყანის ექიმს სამწუხაროდ შენ რა ქირურგიას გულისხმობ კი შენ შეიძლება ოქროს ხელები კონდეს მაგრამ შენ ფიზიკურად ვერ გააკეთებ იმდენს და ვერ პაციენტს ვერ ნახავ იმდენს რამდენსაც ადამიანი ვინც 20 მილიონიან ქვეყანაში მუშაობდეს. ხო, განაიმედო რომ ცუდი ხარ, რა არ არის, მაგდენი პაციენტი არ არის. კი, ამდენი პაციენტი, ამდენი ავად მადლობა ღმერთს, არც ამდენი ესე გვაქვს და პათოლოგია არის. ესე თვალში საცემი ამდენი. ამიტომ გჭირდება ჩვენ აი ეს ექსპერტი ადამიანი, ვინც გეტყვის რომ იცი რა, რომ აი მაგალითად ბევრ ქვეყანაში ესეთი რაღაცაა. იმ ქვეყანაში, იმ კლინიკაში, სადაც ტრანსპლანტი კეთდება და პაციენტების სიკვდილიანობის რაოდენობა 5%-ს აღემატება, იქ პროგრამას აჩერებენ. ეგრევე. კი. იმიტომ რომ რაღაცა აკლია ესე იგი ქაურობას. იქ ესე იგი ან ფინანსები ნაკლებია, ან კვალიფიკაცია ნაკლებია, რაღაც დროით აჩერებენ და ეუბნებიან იცი რა, მიდი ექსპერტ ცენტრებში, ტრეინინგები გავიაროთ, ვინ გჭირდება, ჩამოვიდეთ, აპგრეიდი გავაკეთოთ. კი ბატონო, არ არის პრობლემა. საქართველოში ეგ არ არის. საქართველოში რეპორტები, საქართველოში არავინ არ ხვდება, არავის არაფერი გართულება არ ხდება, არავის არაფერი არ მოსდის. მესმის რომ ანუ ბევრი ქვეყანა, ბევრი ასე ვთქვათ ჯგუფია, რომლებიც სტატისტიკაში ნუ რაღაც ხარ, ნუ რაღაც ასე ვთქვათ არაკელთის ინდისიერ, კელთის ინდისიერ ციფრებს ასე ვთქვათ სვამენ, ასე ვთქვათ რა, მაგრამ საქმე იმაშია რომ აი როდესაც რაღაც დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე გადიხარ ან მოხსენება გაქვს სადაც შენი მონაცემები გადის და შენი სტატისტიკა გადის აი ეს რადიკალური განსხვავება იმდენად დამამცირებელია რომ რას გულისხმობ რა რადიკალურ განსხვავებას რომ აი მაგალითად ვერ ექნება საქართველოს ვერც ერთ ცენტრს იმაზე უკეთესი გამოცდილება და სტატისტიკური შედეგები ვიდრე მაგალითად
რომელიმე დიდი კლინიკის ტრანსპლანტ ცენტრში, რომელიც გამოცდილია. ანუ, როცა შენ კონფერენციაზე გადიხარ და შენ რაოდენობაში იტყუები სტატისტიკურად, რომელიც აცდენილია ძალიან რეალობას, ეგ იმდენად ხო, ანუ შენ არც აღარავინ აღარ გისმენს უკვე, იქ უბრალოდ დგებიან და ხდება მაგეთ შემთხვევებში, რომ მაგეთ დონეზე მოტყუება, რომ სიტყვაზე რაღაცა ჩვენთან რაღაცა არა, ანუ მაგათ რაღაცა რო იცი რა 5 წელში სიცოცხლის ბაჭო გადარჩენადობის ბაჭოები რომ უნდა იყოს 80%, ჩვენთან გვაქვს რაღაცა 100, იმიტომ რომ რაღაცა სამწუხაროდ კი. და რაღაცა fake data-ს წარადგენენ და რაღაცა როსაც გინი გარემო მაკონტროლებელი არ აქვს. ხო, არ თავისთავად კონფერენცია რას გინდა. ანუ მეცნიერება ზოგადად მინდა მაყურებლისთვის ვთქვათ ეს რა, რომ შეიძლება გაუჩეს კითხვა, რომ სერიოზულ კონფერენციებზე რანაირად შეიძლება მოხდეს ეს. სამეცნიერო საყოველთაოდ შეგ მეც გამიკვირდა თავიდან მაგრად რა. რაღაც ჟურნალში სტატიას რო ვაქვეყნებ ტვირთავდით, სულ მიშდებოდა კითხვა, რომ ეხა მე რო ამას ტვირთავ აქ იდეაში არ მომწმებს ეხა იქ არავინ და რომ მოვიტყუო მეთქი და ეგ ძალიან ცუდი კითხვა გამიჩნდა თავში ჩვენი ცუდი გარემოდა გამომდინარე, იმიტომ რომ რატო უნდა მოიტყუო? ანუ მეცნიერება, ან მეცნიერი თუ ხარ, უნდა აკეთო საქმე კეთილს ინდისიერად, ანუ ისატყუებ, ანუ მოიტყუე და იყავ. არავინ არ გიკვდება, ჰა. და მე ანუ რას იზავ ამეთი რას იმაცავზე. ანუ ვერ მოატყობ, ვერავ შენი თავის გარდა. და მეცნიერება ზუსტად მაგაზია დაყრდნome, რომ ეს ცოტა გაირყნა მეცნიერება ბოლო პერიოდში ზუსტად ამის რომ ვიღაცებმა რა ჩალიჩი გაძრომა გამოძრომა რაღაცები დაიწყეს რაღაც სფეროებში შეიძლება არ გოდეს ვიღაცას მაგრამ ამ თემას სასაცილოდ ჩანს რა თან საბოლოო ჯამში ვერც მოატყუებ მართლა ვერ არის რა ნამდვილად ვერ მოატყუებ აი მაგალითად კიდევ აი ერთი ძალიან ისეთი მიმართულება არის რაც აი ჩვენ ქვეყნისთვის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია აი გვამურ გადამეგვას ასე ვთქვათ, რომ შევეხოთ რა. აი თქვენ თუ აიღებთ და დასვამთ კითხვას, ხო? აი თუ გინდათ ეხლავე შეგვიძლია ავიღოთ, ტელეფონს ამოვიღებთ და ChatGPT-ს ვკითხოთ, საქართველოში გვამური დონაცია კანონმდებლობით თუა დაშვებული. ანუ საქართველოს გვამური დონაცია კანონმდებლობით, ხო, ასე 2000 წლიდან შევარდნაძის აქვს ხელი მოწერილი ტვინის სიკვდილზე, კანონი არსებობს იქიდან მოყოლებული. და გასული არის უკვე 25 წელი, ხო? 26 წელი საქართველოში ტვინის სიკვდილის კონსტატაცია დიაგნოზი ასე მე არსად არ შემხედრია მართლა. შეიძლება ვწდები, მაგრამ რა ვიცი, აი ძალიან ბევრი ვცდილობდი რომ ანუ თეორიულად აქ შეიძლება რომ ადამიანმა რაღაცა დოკუმენტს მოაწეროს ხელი და მე რო გარდაიცვლება თავისი ორგანო გამოიყენო შენ იმის გადანერგვისთვის. ანუ თეორიულად აქ შეიძლება, დანაშაული არ იქნება. არა, კანონმდებლობით შეგვიძლია. საქართველოს კანონმდებლობით შესაძლოა. შენს რა აბრკოლებს მაგას რატო აბრკოლებს რა იცი? მე გეტყვი მერჩემ ვერსიას და ანუ კიდე აი შევეხები მაგასაც. აქ მეორე მომენტია, რომ აი 10 კაცი რო გააჩერო, 8 გეტყვის რომ რელიგია. აი მე სხვა რამეს გეტყვით. არ არის რელიგია და რატო? ამ მაგაზე ძალიან ისეთი კაი კვლევა სტატია, ბევრი წავიკითხე, რასაც ქვია რა, ამ მიმართულებით. და თითქმის არც ვერცეთ რელიგიაში ვერ ნახავთ თქვენ. აი ესეთ შავი თეთრზე დაწერილს, რომ ეს რელიგია ეწინააღმდეგება გვამურ დონაციას. შავი თეთრზე ასე შეიძლება არ წერს. ხო, არც ვიცი რელიგიური არგუმენტით როგორ ხსნიან ანუ რა. ანუ მუსულმანურ სამყაროშიც კი, ანუ ჩვენს ირგული მათ შორის ყველგან უმრავლეს ქვეყნებში დასაშვებია. ტარდება მუსულმან სამყაროში ყველაზე ნაკლებად ტარდებოდა მაგ. ხო. რომ ავიღოთ, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ პირველი რაც დიდი პრობლემა ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა. ინფორმაციის ნაკლებობა, რომ ხო იცი, ესეთ კაი გამონათქვამია რა, თუ მეფის შვილი ავად არ ხდება, იქ არაფერი არ იცვლება. ანუ აი ხალხი ელოდება იმას, რომ ვიღაცას რაღაც მოხდეს, დიდგვაროვანს რა დაიმართოს და მე რაღაცა პრეცედენტი მოხდეს. დიალიზის პროგრამა საქართველოში ესე დაიწყო. როგორ? რომ ერთ-ერთ მაღალჩინოსნის დედას დაჭირდა დიალიზი და აღმოჩნდა, რომ ფასიანი იყო, დიალიზი საქართველოში არ არსებობდა. ესე კი. ამის შემდეგ დაიწყო პროგრამაზე ფიქრდა და დღესდღეობით მადლობა ღმერთს, რა ვიცი, ქვეყანას და ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, დღესდღეობით ფასიანი არა უფასოა დიალიზის პროგრამა, რომელიც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა უკვე. იმ წლებიდან მოყოლებული, ხო?
მეორე მომენტი არის ის, რომ ტრანსპლანტაციის პროგრამა ეს არის სახელმწიფოს პროგრამა. რო ავიღოთ ფინანსური, ხო, დღესდღეობით ანუ ყველაფერი ფინანსებზეა, ხო, აგებული ასე ვთქვათ. სასწორი რო ავიღოთ ქვეყანას გადანერგილი პაციენტი ბევრად უფრო იაფი უჯდება, ვიდრე წლობით ჩამოკიდებული დიალიზზე ყოფი ადამიანი. ანუ ამაში ასე ვთქვათ, ეს ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება, ეს დათვლილია, გამოთვლილია და ის ქვეყნები, სადაც ასე ვთქვათ, ამაზე ადამიანებს ნაფიქრი აქვს და ჯანდაცვის სისტემა ამაზე ასე ვთქვათ, დაფიქრებულა, ყველგან მიღებულია ეს კანონი. კიდევ ერთი მომენტია, რომ რაღაც რესურსი ჭირდება ქვეყანას, რომ აი ეს სისტემა შეიქმნას. იმიტომ რომ საქართველოს დღესდღეობით არის უკვე არ გვაკლია, ანუ მე არ ვიტყვი, რომ საქართველოში არიან ექიმები, ნებისმიერ სფეროს წარმომადგენლები, რომ ავიღოთ, ანუ საკმაოდ მყარი და ანუ კარგად ფეხზე მდგომი ექიმების კასტაა საქართველოში. გინდა ქირურგიაში ავიღოთ, გინდა გასტროენტეროლოგიაში ავიღოთ, გინდა კარდიოლოგიაში ავიღოთ, რომელიმე აი თქვენ ვერ მეტყვით ისეთ სფეროს, რომელიც ჩვენ აი ძალიან უკან ვართ. და დავამატოთ ასევე ის ხალხი, რომლებიც ამ სფეროებში მუშაობენ ახლა ამ წუთებში განვითარებულ ქვეყნებში და რომლებიც ზადარიან, რომ აქ თუ შესაბამისი გარემო იქნება, თავისი ცოდნა და რესურსი მოახმარონ თავის ქვეყანას. იმიტომ რომ აი ხალხი მე ვისთანაც გქონია შეხვედრა ის, ანუ ზიზღით და უკან მოუხედავად არავინ არაა წასული. ყველა წასულია რომ მედიცინით მიიღოს ბოლომდე სიამოვნება და ცოდნა, რასაც აქ სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ და ყველა აფიქსირებს რომ საქართველოში რო ქონდეს იგივე შესაძლებლობა ოდესმე, თუნდაც საპენსიო ასაკში დიდი სიამოვნებით დაბრუნდება და გაზდის ახალ თაობებს და თავის ცოდნას მოახმარს იმას რა, თავის ქვეყანას რა. კი, აქ უბრალოდ აი ამ სისტემამ უნდა შეგიწყოს რა ხელი რა. ანუ რაღაც ფინანსებიც არის ამისთვის საჭირო, რომ ანუ ეს ხო არ არის რაღაც მარტო წახვიდე იქ ოპერაცია გააკეთო დონორზე, მე იქით. ანუ ეს თელი, ასე ვთქვათ, ქსელია, ჯაჭვია, რომელიც სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. გრძელი ხედვა რა, შორი ხედვა. პრიორიტეტი, ანუ სახელმწიფო ჯერ უნდა თქვას, რომ რაღაცა მინდა რა, რომ ვთქვათ, არ მიკვდებოდეს ადამიანი ამ ასაკში ამით. ეხლა რა უნდა ვქნა მაგისთვის, რომ წარმოიდგინე, რომ ანუ იყო მომენტი ჩემს კარიერულ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი პედიატრიული გადანერგვები დაგვეწყო, ასე ვთქვათ რა. ანუ ბავშვთა ასაკში თირკმლის ტრანსპლანტაცია. ნუ ბავშვთა ასაკი ეს ძალიან ისეთი მძიმე თემაა, როცა ბავშვი ავათაა და მით უმეტეს ქრონიკული პაციენტია და ერთადერთი მაგ შემთხვევაში გადანერგვაზეა საუბარი, მეტი არა. ნუ იქ თუ ღვიძლია გასაგები იქ 100%-იანი ესეთ ლეტალობით თარდება თუ არ გააკეთებ თირკმელში, ნუ დიალიზია და ნუ ეს ტანჯოა და ეს უბედურება, ხო? აი ეს რომ სახელმწიფო პრიორიტეტ, აი რო ავიღოთ, ხო? ანუ მე რო ყოფილიყავი სახელმწიფო კლინიკაში და რო გამეჟღერებინა ეს რომ აი ჩვენ პარალელურად ვიწყებთ ბავშვებში აი ამ ასე ვთქვათ პროცესს. ჩემი აზრით სახელმწიფო ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდებოდა იმიტომ რომ ანუ ერთი რომ ძალიან ასე ვთქვათ რთულია, მეორე ის რომ ბავშვებს ეხება და ყველა მხრივ გინდა პოპულარული გინდა რასაც გინდა ხალხი მხარს დაგიჭერს. არ გავაკეთოთ იყო შემთხვევა, როდესაც მე პასუხად მივიღე აი ესეთი ჟესტი. ეგ მე არ მაინტერესებს. სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან თუ კლინიკის წარმომადგენლისგან. აი ეს ჟესტი ეგ მე არ მაინტერესებს. ანუ არა რენტაბელური საქმე. არა რენტაბელური საქმე და ამით მე ფულს ვერ გავაკეთებ. ხო, ფულს ვერ გავაკეთებ და მალე და ის რომ შენი წარუმატებლობა მე პირდაპირ დამარტყამს სხვა რამეებშიც. ხო, სხვა რამეებშიც და სარისკოა რა, სიახლეების არისკოა. სიახლეების ეშინია ამ ქვეყანაში. ამიტომაც ახლა მაგჟელობას რო გავყოთ რა, აი რო ვლაპარაკობდით და მე გადმოვედით ამ თემაზე. აი როგორ შეიძლება განვითარდეს მაგეთი არაპოპულარული სფეროები რა, ჩვენაირ პატარა ქვეყნებში, დიდში და განვითარებულში გაწყობილი აქვს სისტემა, სხვა პრობლემები აქვს. კლინიკის, კერძო კლინიკების და თუნდაც სახელმწიფო კლინიკა ფურცელზე არსებობს უკვე. ამ კლინიკების
თვითონ ნებაზე ამის მიტოვება მარტო იმ კლინიკას საფორთი უნდა რა სახელმწიფო იმას უნდა რომ აი როგორც ვლაპარაკობდი რომ სახელმწიფო იყოს თქო და სახელმწიფოსგან რომ ხედავ შენ რომ მართლა მაგ გაწერილი მართლა მინდა რომ თქვა ეგ თემა რა ბავშვთა ტრანსპლანტაცია აქ იმ დონეზე ავაწყო რომ ეს ჩემი ბავშვები იყოს განა ბევრია ცოტაა და რაც არის ის იყოს კარგად ნამართი რა გეგმა უნდა მქონდეს სახელმწიფოს რა ეგ რომ აბა აი ტრანსპლანტ ცენტრის აშენება მინდა მე რომ გეუბნები კერძო კლინიკის დირექტორი უნდა გაძლევდი ამ გეგმას და თან რაღაცებში გეხმარებოდი რა უყურე მან შეიძლება ხა სახელმწიფო რო ხარ ხა უბრალოდ სახელმწიფო არა ვარ და არ ვიცი ყველა რა კარტი უჭირავს სახელმწიფოს მაგრამ ხო ძალიან ბევრი კარტი უჭირავს იქ მივცემდი ინსენტივს მაგალითად ფულს კი არ მივაყრიდი პირდაპირ რომ მოდი რა ამაში უცხოეთის კონტაქტში ხო დაგეხმარები სად სახელმწიფო რო გეხმარება და ოფიციალური მიმოწერა აქვს და სად ხა შენ მარტო რო აკეთებ რაღაცებს რა და პლუს ამას აქაც აი შენ თუ ამ არაპოპულარულ თემას დაიწყებ მოდი მე შენ გადასახადს დაგიკლებ რაღაცა სხვა თემაზე. ვიზამ რაღაც 1000 რაღაცა გამჭირდება. ეს უბრალოდ კონკრეტულად ვერ ვამბობ, იმიტომ რომ მე არ ვარ იმ პოზიციაში და არ ვიცი რა შეიძლება მეჭიროს ხელში, მაგრამ სახელმწიფო რა ვიყო, უეჭველი ასე დავიწყებდი საუბარს, კლინიკად შანსი არ არის ვინმე რო ვერ დამეთანხმებინა. და ეხა ეგ ცუდი გზა არის. ეხა კლინიკიდან რო ეძებ, კლინიკა იმდენ რისკს ხედავს, რომ იცის რომ უეჭველი ჩავარდება, ანუ შანსი არ არის რა ჩავარდება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ არ და როგორც არ დაუჭერს რა სახელმწიფო, ისე როგორც უნდა დაუჭეროს და მორჩა მე და რაღაცა დონეზე სწორს იძახის ეს კლინიკა რომ საერთოდ არ აკეთებს ვიდრე ის რომ დაიწყოს და ჩაიფუშოს მე და ადამიანის სიცოცხლეებზეა რა ლაპარაკი და მით უმეტეს ბავშვების და რაღაცის ცუდად კეთებას საერთოდ არ კეთება ჯობია თუ არა ეგეც კითხვაა რა იმიტომ რომ რაღაც ცუდად კეთებით სათამაშო არ არის ხო ხა ის ადამიანი ჯობია პირდაპირ უთხრა ალბათ ადამიანს რომ ვერ კეთდება ეს აქ წადი თავს უშველე, თუნდაც სხვა ქვეყანაში, ვიდრე მოატყუო, ტყუილი იმედი მისცე და რაღაცები აკეთებინო და დაავადებაც გაურთულო და დროც დააკარგინო და მე მაინც წასასვლელი გახდეს სხვა ქვეყანაში. კი, ეგ შემთხვევაც მქონია, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის წევრი დამებარებია, არ შემთხვევა მაგის თქმა და პირიქით, ჩემი არით ეგ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ამ პაციენტის მშობელი დავიბარე და უთხარი რომ თუ გინდა რომ შენ შვილი გადარჩეს, უნდა ხელი მოკიდო და ჩაბარდეს სხვა ქვეყანაში. იმიტომ რომ ჩვენი მედიცინა შენნაირ პაციენტს, შენნაირ შვილის დიაგნოზის მქონე პაციენტს ვერ მართავს. ანუ არა აქვს ის რესურსი, არც ცოდნა არ აქვს, არც ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს, რომ ეგეთი მძიმე პაციენტი მართოს. და მადლობა ღმერთს დამიჯერა და ეს გოგო ახლა ძალიან კარგად არის. და რა მძიმე დიალოგია და ამის თქვა რომ გვიწევს პაციენტს. კი, და იყო მომენტი, როცა ეს კაცი უბრალოდ ძალიან დამწუხრებული იყო, ადგა და ამ საუბრის მერე გავიდა. ძალიან ასე ვთქვათ, დამწუხრებული, არასასიამოვნო, ეგ პირდაპირ იგრძნობოდა ჩვენი საუბრის ბოლოს. თუმცა დაახლოებით 6 თვის მერე ძალიან თბილად დამიბრუნდა რა, რომ რაღაც გულწრფელად შემეძლო მეთქვა. და გააკეთა ეგ და ბავშვი. კი, და ანუ რეალობა ეგა რა ვქნათ, ანუ ჩვენ რა სისტემაც გვაქვს, რა რეალობაც გვაქვს, რა რესურსიც გვაქვს, ამას ვერ გავექცევით. ჯერჯერობით ვერ გავექცევით. და ვერ გავურბებოდ მეც ხონია მაგ დიალოგი არა ერთი პაციენტი. აუცილებლად მინდა რომ ფინანსურ საკითხსაც შევეხო რა, იმიტომ რომ ანუ როგორც სტაციონარის ექიმი ხო, ქირურგი ძალიან ბევრი შეხება მაქვს მსგავს ფაქტებთან. მაგალითად რო ავიღოთ, რასაც ამბობ ხა ეგ დიალოგი პაციენტთან ერთ-ერთი იმის გამოც ქონდა რომ ის არის რა ქვია ფინანსური თემა ანუ რაღაცა პრობლემები ნამართი პაციენტის კუთხიდან აი ძალიან მარტივად ეგ მინდა რომ ჩაუშალოთ რა გზაზე მარტო ამ ერთი პოდკასტი არ სულ უბრალოდ პრეპარატი არ შემოდიოდა საქართველოში მე აი ზოგიერთ აი კრონიზა კოლიტის დაავადებაზე მაგალითად პაციენტთან პირისპირ მქონია მართლა ეს საუბარი რომ აგერ რას გიმკურნალებდი რა გერმანელი ექიმი რო ვიყო რას გიმკურნალებდი საქართველოს სისტემა არაფერს არ გეუბნება რაღაცა კლინიკურ კვლევას ჩაერთე მარჩა თავში ყვაგიხლიას მეტი არაფერს და საქართველოში რას გთავაზობ ან იდეაში ვერაფერს ვერ გთავაზობ სისტემის სახელით ვერ გელაპარაკები როგორც ერთი დამოუკიდებელი ექიმი რომელიც ძალიან დაინტერესებულია რაღაცა თემებით და მზად არის რომ თავისი ჭკუა მოგახმაროს მაგრამ ჭკუით გვარდებოდეს ყველაფერი მაგრამ დაავადებული არ იარსებებდა ხო ეხა მარტო ეგ რო იყოს საქმე ანუ პაციენტები რო კარგად იმართონ ეგ ხალხმა უნდა გაიგოს კარგად რა რომ ეს არ არის რაღაცა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კი არის რაღაცა თემები რომელიც ასევე მithქვამს პაციენტისთვის რომ
არ არის ისეთი იშვიათი დაავადების დიაგნოზა, რომ მეთქი ჯობია რომ ჩემზე მეტად ამ დაავადების ექსპერტს ველაპარაკო, საქართველოში ვერ ნახავ მაგის ექსპერტს და დიდი სიამოვნებით ან დავიხმაროთ ან რაღაცა რომ მოგვეხმაროს, იმიტომ რომ რაღაცა ცხოვრებაში რომ ერთხელ დავსვამ დიაგნოზს, არ ჯობია რომ ადამიანს რაღაცა 100 რო აქვს წელიწადში იმასთან მქონდეს კონტაქტი, ხო? უფრო ხა რაღაც თემები არის, რომ მარტო წიგნი არაა საკმარისი რა. და ამიტომ პაციენტის კარგად სამართავად ზოგ პაციენტთან გვიწევს ეს უსიამოვნო საუბარი, საშინელი საუბარი, ძალიან არ გავა თვე, რომ ერთ პაციენტთან მაინც გავს საუბარი არ გქონდეს რა, რომ რაღაცა კვლევა აქ არ კეთდება, რაღაცა წამალი აქ არ არის, ან არის, მაგრამ იმხელა და არის, არ ქვია იმას, რომ სახლის გაყიდვა რო გიწევს, ეგ არის, რანაირი არის, ხო? წამალი არის, ნიშნავს, რომ მაძლევს ვიღაცა წამალს. და არა ის, რომ საკარ გავყიდო და ის ვალებში ჩაურჩო. კი, ეგრეა. ფინანსებს შევეხოთ რა, იმიტომ რომ ეგაა მთავარი რა, ერთ-ერთი სამედიცინო მიგრაციის მთავარი პრობლემა ერთ-ერთი არის ის, რომ არა ცოდნის ნაკლებობაა მარტო, არამედ უბრალოდ ელემენტარული ფინანსის ნაკლებობა, რომ ფული არ არის, რომ რაღაცა ნოზოლოგია იმართოს კარგად. იმიტომ რომ ის სხვანაირად არის აქ. აი ორ მიმართულება შევეხები, ერთ ტრანსპლანტს, მეორეს აი ჩვეულებრივ ზოგად ქირურგიას, ასე ვთქვათ რა. აი მაგალითად თირკმლის ტრანსპლანტზე ავიღოთ, თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია სახელმწიფო აფინანსებს 20,000 ლარად. ეს 20,000 ლარი, ასე ვთქვათ, იყოფა, ნაწილი მიდის დონორის ოპერაციაზე, ნაწილი მიდის რეციპიენტის ოპერაციაზე. ორი ოპერაცია კეთდება. ორი ოპერაცია კეთდება 20,000 ლარად. აი ეს 20,000 ლარი დაახლოებით 2,000-იანი წლებიდან მოდის. ხო. ანუ არ შეცვლილა აბსოლუტურად. ხო. როცა ლარი იყო, დოლარი იყო, ლარი და 30 თუ რაღაც. ძალიან არარეალურია ეხა შენ რომ 20,000 ლარად დღევანდელ რეალობაში მით უმეტეს ეხა ჩვენთან დონორის ოპერაცია ლაპარასკოპიულად კეთდება ეს ანუ არა ღია წესით ეს კიდე დამატებითი რაღაც თანხებს მოითხოვს ხო? თუმცა პლუს ამას ჩვენ რაღაც მალე უშვებთ სახში და რეაბილიტაცია ხო ასე შემდეგ. უბრალოდ ანუ 20,000 ლარში ამის ჩატევა ნუ რა ვიცი ძალიან და როგორ ეტევით რა. აი რაღაცნაირად ვეტევით. პაციენტი არ ამატებს ფულს, მაგრამ არის რაღაცეების ხარჯზე, გადანაწილება რო ხდება, აი მაგის ხარჯზე ძლივ ეს ოღონდ სტანდარტული შემთხვევებია. როცა რაღაც ის ხო, რამე იშვიათი დაავადება და ეს არის სტანდარტული შემთხვევა, როდესაც პაციენტს არ ჭირდება რამე თუნდაც სხვა იმუნოსუპრესიული თერაპიის მკურნალობა. ამ თანხაში არ შედის წინა საოპერაციო კვლევები და აი ეს საკითხი არის ყველაზე მეტად რაც ასე ვთქვათ, აი ჩემთვის ძალიან მიუღებელია და რაღაც ძალიან დიდ არასამართლიანობის მომენტს მიტოვებს რა. აი წინა საოპერაციო კვლევები საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ იქ იმუნოლოგიური შეთავსება, იქ ბევრი რაღაცეებია. მაგალითად, თუ თქვენ ხართ აჭარის მკვიდრი, აჭარას აქვს ამისთვის ცალკე ბიუჯეტი და პლუს ჯანდაცვის, ანუ სახელმწიფო საოპერაციო კვლევებისთვის, ხო? კი, წინა საოპერაციო კვლევებისთვის და თუ თქვენ, აი ჩვენ მაგალითად გვიხარია, რომ პაციენტი აჭარიდან არის, იმიტომ რომ ვიცით, რომ ამ კაცს, ამ ადამიანს არ ექნება ფინანსური პრობლემა, იმიტომ რომ სისტემა, როგორც არის შედგენილი, წინა საოპერაციო კვლევებს უფინანსებს დონორსაც და რეციპიენტს. კი. მაგრამ როდიდან მოდის დაახლოებით რომ ტაიმლაინ რო წარმოვიდგინო 2001 ფასი შედგა არც აჭარას არც თბილისს და არც არავის არ ქონდა ალბათ წინა საოპერაციო კვლევა და რაღაციდან მერე იმან დაამატა წინა საოპერაციო კვლევა რეგიონი. თუ სწორედ 2015-დან თუ არ ვწდები. მე აი მაგ პერიოდში უხეშად რა. უხეშად რა პლუს მინ უფრო პლუს 2010-იანები. არა, უფრო ზემოთ 2015 ხო 15-ის მერე. თუ მაგალითად მე თბილისელი ვარ, ან გურიდან ვარ, ან იმერეთიდან ვარ, ან ნებისმიერ სხვა რეგიონიდან, მე სისტემა არ მაძლევს საშუალებას, რომ აი ეს თანხა მივიღო და მიწევს იქ რაღაცის გაყიდვა, იქ რაღაც ფონდების თხოვნა, იქ რაღაცის და ხო, მოქმედება და ყოფილვარ, ანუ გულწრფელად შემიძლია თქმა, რომ მოდის მაგალითად ცოლ-ქმარი, რომელიღაცა დონორია და მეუბნება, რომ ანუ არა გვაქვს რა თანხა რა, არა გვაქვს. მithქვია რომ იცი რა, აი მოდი ცოტა ხანი შენ ეს ოპერაცია გადავდოთ, გადაეწერე ბათუმში, ან აჭარაში, სადმე გადაეწერე,
იმიტომ რომ მაგათ თავისი წესები აქვს რა, რომ რაღაც დროუნდა გავიდეს ჩაწერიდან და შემდეგ და მე დაგაფინანსებენ რა. ანუ თუ სხვა შანსი არ აქვს. ძალიან ისეთია რა, სერიოზული ამბავია რა. ძალიან როგორ არის, რაღაცნაირად ისეთი გულზე ხვდება რომ რაღაც დაყოფილია რა ადამიანები რა. და ამას ახლა მაგ ფინანსებზე და ეს რა, იცი რომ ანუ 100% დარწმუნებული ვარ რომ სისტემის მეთაურებმა არ ვიცი თუ იციან და ანუ არასწორებენ ამას, რაღაც ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს. სად მიდის ამ თემაზე ლაპარაკი? არსად. რა კითხვა რა. არსად არ მიდის. მან მინდა ჩემი გულის ტკივილი გაგიზიარო. მე ხშირად ხდება ხოლმე კრიტიკის ობიექტი შეიძლება გავხდე. სხვა ჩვენი კოლეგებისგანაც, რომლებიც მამონათებენ მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ საჯაროდ რაღაცა პრობლემებზე საუბარი თითქოს არ შეიძლება. არა. სად 2000-იანების ძველ პრობლემაზე ლაპარაკობ ახლა შენ რა. პირდაპირ კითხვა მაქვს, რომ რო არა ეთერში არ მაქვს იმის ილუზია რა თქმა უნდა, ხა ეს რო ეთერში თქვი, ხვალიდან მოგვარდება ეს პრობლემა, მაგრამ ხალხი მაინც ბოლოს გაუკვირდებათ მაინც ვიღაცებს. ჯერ ერთი ის გაუკვირდებათ, რომ ორი ოპერაცია რო ტარდება, ლარი რო, ისა რა ქვია, დოლარი რო, ლარი და 30 ღირდა და ეხა რო 5 ჯერ გაძვირდა ყველაფერი და 10 ჯერ რო გაძვირდა, მას მერე ნეტა ფული როგორ აი გადაანწინებული. იმიტომ რომ ნეტა მერე ხარისხი როგორია მაგის გამო ოპერაციის, ვინც ხარისხიანად აკეთებს, დიდი მადლობა მაგას, იმიტომ რომ მაგაშიც რო ახერხებს რამენაირად გაკეთებას. ანუ მერე მაგ კითხვებს სხვა კითხვები მოყვება კიდევ რა. მერე ის კითხვა გაჩნდება ეხა, რასაც ამბობ, რომ აჭარის რაღაცა მექანიზმი თუ გამოინახა, რომ აჭარამ რაღაცა გააკეთოს თავისი. რავი, შიდა ქართლმა რატო არ უნდა გააკეთოს და თბილისის მუნიციპალიტეტმა რატო ფული არ აქვს თბილისის მუნიციპალიტეტს სიტყვაზე, რაღაცა მექანიზმი ხო არსებულა, რომ რაღაცნაირად კეთდება რა ეგისა. და ანუ ვიღაცა ხო უნდა არსებობდეს ან სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი რო ხარ ეხა ხო უნდა დასვა ეკითხვა რომ თვალში მაინც ხო უნდა მოხვდეს რომ ბიჭო ის რატო რო აფინანსებს ეს იქნება ის რა რეგიონია რა და რაღაცა მოდელი გვაქვს რომ რეგიონი რაღაცა სხვა მხრიდან შეიძლება რაღაც დაფინანსება და იქნებ გავაკეთოთ ხო? იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში ბევრი გადანება არ კეთდება ეს ძალიან მარტივად მოსაგვარებელია. მით უმეტეს აი ხო აქ არ საუბრობთ ისეთ რუტინულ მედიცინაზე იშვიათ მედიცინაზე საუბრობთ ხო რა? აბა რა მაგის ფული გვაქვს მაგის ფული გვაქვს კი ნამდვილად გვაქვს რა. აი მეორე მომენტი კიდევ აი პირველი ეს თქვი მეორე მომენტი აი მაგალითად ეხლა რამოდენიმე პაციენტი მყავს რომელსაც აქვს ორი განსხვავებული პათოლოგია. აი მაგალითად რაღაც თირკმლის პათოლოგია და კიდე რაღაც თიაქარი აქვს სიტყვაზე ან რაღაც სხვა პათოლოგია გეგმიური ორივე ასე ვთქვათ სასწრაფო დაყოვნებული წესით შესაძლებელია რომ გაკეთდეს ხო? სისტემა ისე არის ჯერჯერობით ორგანიზებული რომ ერთი ოპერაციის მსვლელობაში ორ ოპერაციას ვერ გააკეთებ. ანუ დაფინანსების მხარე მართლა თუ გააკეთებ რაც გინდა ის ხო ანუ charity-ია რა. ანუ ეგ არის შენი კეთილი ნება რომ გაუკეთო, იმიტომ რომ ორი ვარიანტი გაქვს ამ შემთხვევაში, ან ადმინისტრაციას უთანხმდები რომ აი ერთ ნარკოში ანუ ესა და მაშინ რა თქმა უნდა ეგ ყველაფერი შენს ასე ვთქვათ ხელფასზე და ბიუჯეტზე ავტომატურად იმოქმედებს. ან უბრალოდ ამ პაციენტს ორჯერ უნდა გაუკეთო ოპერაცია. ორჯერ დააძინო, ორჯერ გაუკეთო ოპერაცია. ჯერ ერთი ოპერაცია, მერე მეორე ოპერაცია. ანუ როცა შეიძლება ერთი. ხო, როცა შეიძლება რომ სისტემამ რაღაცნაირად დაარეგულიროს ეგ რა. ანუ ამას ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დიდი ძალისხმევა არ ჭირდება რა. აი არის რაღაც მომენტები, რაც აი სულ რაღაც სიგიჟეში გადადის რა. აი მაგალითად თირკმლი ახლახანს მქონდა ეს მომენტი რომ თირკმლის ტრანსპლანტატის ამოღება ანუ რაღაც ნოზოლოგიის გამო უფრო იაფი ჯდება ვიდრე პერიტონიული დიალიზის კათეტერის ამოღება. მართლაც? კი. ანუ ეს ხო აი სრული ეს ხო სრული ანუ ამას გადახედვა რა პერიოდულობით უნდა მიდიოდეს წესით ხო რა გაწერილი არ აქვს გაიდლაინი თუნდაც ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს რომ მოდი ერთი ფულს რამდენიც ვიხდი რაში გადავხედოთ რა სხვა შორის მე მახსოვს მან როგორ ხდება ძალიან მაინტერესებს თქვენ სიმაში ხა ძალიან ისეთ შედარება ეს ძალიან პატარა თანხაზე იყო საუბარი რომ ცეხვბადის ელიმინაციის პროგრამა რო დაიწყო რომლის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვიყავი
რო დაიწყო მან ექიმის კონსულტაცია იყო 20 ლარი თავიდან რა და მაგაზე ყველამ თქვით რომ it's okay რა საქვეყნო საქმეა ცელულოზის ელიმინაციის პროგრამა ხა რაღაცა სხვა საქმეც აქვს მოკლედ ექიმს და ეს არ იქნება ხა მის შემოსავლის ძირითადი ნაწილი და ნუ იყოს ეს 20 ლარი მაგრამ გავიდა 10 წელი მაგის მერე რა და მე სამეცნიერო საზოგადოებამ თქვა თვითონ დაისვა ეს დღის წესრიგში რომ კაი ექიმ შეიძლება ქონდეს სხვა ენთუზიაზმი მაგრამ ეგ რეცეპციონისტია ეგ ვიღაცა სხვა სტაფია რა მაგ პაციენტის მომსახურებაში ჩართული და ეხა 20 ლარი აღარ არის უკვე არაფერ $2 ლამისა რა ანუ არაფერს არ ნიშნავს და გაზარდეს შემოსავალი რა და გაზარდეს მართლა ანუ და გახდა მე 50 ლარი რა და ჩაიმატა კიდევ რაღაცა ერთი ვიზიტი ანუ რისთვის ვამბობ იცი ამას რომ ის დაემსგავსა ის რაღაცა სასწაული არ გახდა თუ მილიონი რა გახდა ის აუცილებელი მინიმუმი რა რაღაცა ღირსეული რაღაცა მიგდებული ის არ იყო რა ღირსეული თან მიახლოებული რაღაცა ის ფასს დაემსგავსა რა აი ამ დონეზე აქტიურობა არ ხდება ანუ თუ ცოტა ფულზე ლაპარაკი პროფესიული თემის მხრიდან ცოტა ისეთია რა ანუ ასე საჯაროდ ამის გაჟღერებას ერიდებიან შეიძლება თუ საჯაროდ თუნდაც არა თუნდაც სამინისტროსთან ლაპარაკებში რომ ეს არ მოსულა ასე რა ეს ძალიან წველია და ფინანსება უნდა შეცვალო უნდა გადახედო ხო არ გეუბნები იმას რომ რასაც არ ვიმსახურებ ის მომეცი მაგრამ ხა მონას ნუ აღიქვამ რა ცოდო არ ვიმსახურებ მაგას ანუ ეს ლაპარაკები რა დონეზე მიდის და მიდის თუ არა საერთოდ მაინტერესებს რა იცი იმიტომ რომ იქნებ ხონდა შედეგი რომ წავიდეს მე რამდენადაც ანუ აქ ისეთი მომენტია რომ ყველამ უნდა თქვას თავისი სათქმელი და უნდა თქვას ანუ საერთო პრობლემაა დღეს შეიძლება მე არ მეხება მაგრამ ხვალ შემეხება ვისაც აქვს ურთიერთობა სამინისტროსთან ვინც აი მედიატორია ხო ინფორმაციის მატარებელი ანუ იმათი მხრიდან ვფიქრობ რომ არასათანადოდ ხდება დაჯერება რა ანუ ვერ დამაჯერებლობა არ არის მაშინ რომ იცი რა რომ აი აჭარალი ხო შეძლო ეგ რა მოდი რა კახეთმაც გავაკეთოთ რა ეგ ანუ ამ ხალხმა რა დააშალა ხო ანუ ეგ მოგვარებადია რა არ ამგონია რომ ამ ქვეყანაში ვინმეს უნდოდეს რომ ვიღაც ადამიანები თავისი ტერიტორიული ლოკაციიდან და საცხოვრებელი ადგილიდან დაყოს რაღაც და აიძულოს ჩალიჩი კახელს რომ ჩაეწეროს იმ ხულოში და მერე იქიდან მიიღოს ანალიზის ფული სიგიჟე აბაზე აკეთებენ ანუ რა ვახცე სამწუხაროდ კი და ეგ უბრალოდ რა იცი მოგვარებადია ანუ მარტივად მოგვარებადია არა ამას არ ჭირდება ის განვითარება და ის უმაღლეს მათემატიკა არ ჭირდება ანუ დათვლა უნდა და უბრალოდ რაღაც კითხვა უნდა დაისვას რომ იცი რა ანუ იმ 20000 ლარში რო ატევ ამ რაღაცებს როგორ ატევ ხო იმიტომ ვატევ რომ იქ თავის დაფინანსებიდან თავისი კვლევებიდან შემდეგ რაც ეს პაციენტი რო ებმევა ამ კლინიკას ხო ცენტრს რო ებმევა ანუ პერიოდულ long run-ზე ასე ვთქვათ რა ის შემთხვევა რაღაც მოგებაზე გადის აჰა მაგით ასწორებს მე როცა ერთ-ერთი კვლევის გაკეთება 90 ლარი ღირს ხო იმიტომ რომ ასიკ რეაქტივი ძვირია იქ ანუ იქ შეთავსების ტესტი ძვირია ხო ანუ აი სტანდარტიზებულია მაგით აბალანსებს კლინიკა მერე ამებას რა რაც ბუნებრივია კი ბუნებრივია რომ ანუ მაშინ რეალურად ვერ შეძლებ მაგის გაკეთებას ერთხელაც მოვა ადმინისტრაციიდან და გეტყვია რომ იცი რა ბოდიში მაგრამ შენი პროგრამა იხურება იმიტომ რომ ანუ მე ინტერესი მეკარგება მაგის რა აბა ანუ სულ ზარალზე ვერ იმუშავებს 25 წლის უკან რომ რაღაცა ინტერესი იყო 25 წლის უკან დამთავრდა ეგ ინტერესი ხა რა ასეა ძალიან ცუდია და ეგ აფუჭებს მერე ხარისხს რა რა თქმა უნდა არის რაღაცები ანუ მე შენს როგორც ექიმს გიწევს ფიქრი რომ იცი რა აი მე თუ ამას ესე გავაკეთებ ხო? ანუ საქართველოში ხო შეცდომა ვერავინ ვერ პატრიოტს. შეიძლება 100 кейსი გააკეთო ყველა წარმატებული იყოს, მაგრამ ერთის გამო ტალახი გესროლს ადამიანებმა, ხო? რაც ანუ და ტალახს პირველი ის გესრვის, ვინც შენი სფეროდან არის. აი ქირურგი ქირურგს, რაც ონკოლოგი ონკოლოგს და ანუ ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ. ექიმები ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ ამ ყველაფერს. ანუ შეიძლება არაპოპულარო რაღაცა ვთქვა, მაგრამ ის ტალახი, რაც ქართულ მედიცინას დღეს აქვს და რასაც მოსახლეობა ესვრის, საკმაოდ დიდი პროცენტი ჩვენი ბრალი ექიმების.
აი მან მინდა გაშალეგაზე. იმიტომ რომ რა, იცი, როცა აი ესეთი დამსჯელობითი მექანიზმია რა, რომ რაღაც ის კი არა რომ ერთ-ერთ ძალიან კაი ისტორიას მოვყვები, აი შინაარს მიხვდები. ერთ-ერთ ცენტრში სადაც მუშაობდი, იყო ეგეთი ფრაზა იყო, გადმოვაქართულებ, ცუდი იხვი. ცუდი იხვი ვინ იყო? ყველაზე ცუდი თანამშრომელი, ან ახალგაზრდა ექიმი, რომელსაც ან ზარმაცი იყო, ან რაღაცა არ უნდოდა, რაღაცა, ანუ ვერ ნახა რა, ის აი მუღამი ვერ დაუჭირა რა. უღიმღამო ტიპია რა, რომ აი ზერელეთ აკეთებს თავის საქმეს. წლის ბოლო შემაჯამებელზე ამ ცუდი იხვისთვის იკრიბებოდა თანხა, ასე ვთქვათ. ბიუჯეტიდან იყოფოდა და ამ ტიპს აგზავნიდნენ სასწავლებლად. და თუ არა და გაგდებდნენ მედიკი და თუ არა გაგდებით არა, მაგრამ უბრალოდ ანუ ის ადამიანი რომ შენი სისტემის ნაწილია, შენ გინდა რომ ანუ კარგი იყოს რა, ანუ სისტემა სხვანაირად ვითარდება. აი მე ხა მაგალითად ძალიან მაგრა ვცდილობ, ალბათ მოსახლეობიდან სტატისტიკიდან გამომდინარე, ალბათ 3 წელი დაჭირდება ალბათ ჩვენი გუნდი სადაც მე ვარ. იქ 4 ქირურგმა, ერთ-ერთი ხა მწყერმალი ქირურგია, ნუ არ დავასახებ პერსონალებს. ანუ იმ დანარჩენმა შეძლო ამ ოპერაციის გაკეთება. იმიტომ რომ ანუ მიდგომა ეგეთია რა, რომ თუ ჯვარი წერია ლიდერს გუნდის ლიდერს რაღაცას მოდივს, იქ სისტემა არ უნდა დაინგრეს. საქართველოში ესეა აწყობილი. რომ ანუ საქართველოს დღესდღეობით ადამიანს ჩამოიკიდება ერთ რამეს. ასე ვთქვათ, ერთეული სკოლა მახსენდება, რომ აი ამის სკოლა, ბავშვათი გასტროენტეროლოგიის სკოლა, იქ ანუ იქ შენი სტუდენტი, შენი ყოფილი რეზიდენტი, ანუ ეგ შენი კონკურენტად აღიქმება. და ანუ ჩვენ ვესვრით ერთმანეთს ტალახს. რომ ის ეგეთია, იმას რაღაც არ გამოსდის. ანუ ის კი არა რომ იცი რა რომ მოდი ერთად დავждეთ, შენ რაღაც არ გამოგზი ხა. მე როგორ მან ფარისეულობის მასშტაბისად არის, მე ძალიან გული მწყდება მაგაზე. როდესაც აი მაგალითად მე ვარ მაკრიტიკის ობიექტი, რომ აი პერსონალიების დამალვით, პერსონალიებზე არხსენებით, ეხლა ვზივართ მაგალითად და ვლაპარაკობთ რაღაცა თითქმის 1 საათი არის პრობლემაზე, სისტემურ პრობლემაზე. ისე რომ საერთოდ არანაირი მინიშნება რამე კონკრეტული ვინმე პერსონალური რაღაცისთვის საერთოდ არ გაუკეთებია რა. და ეს არის ჯანსაღი საქმე. ეს არის სწორი საქმე რა და უყურე რაც ფარისეულობასად არის, ტიპები ერთმანეთს ძირს უთხრიან. ტალახს მართლა ტალახის როლა კი არა, საშინელებენ, აი უგორებენ კამპანიას რა. სულს აუდი ისე არ ჩანან რა და ასე არის, იმიტომ რაღაცა ძალიან ხადაჭერილ პირში უღიო ძალიან კოლეგიალური ვითომ ურთიერთობა საშინელებებს უკეთებენ რა. ანუ აი მართლა დანას ურტყამენ ზურგში და ჩუმად ხდება ეგ ყველაფერი. და ის არის კოლეგიალობა და საჯაროდ პრობლემებზე ლაპარაკი არა კოლეგიალობაა. ეგ ეხლა რანაირი სამართალია, მასე ჩვენ შორს ვერ წავალთ ეხლა რა. მაგეთი ეს არის მარასმი რა. ანუ მაგით აშანტაჟებენ მე ეგ სექტანტები, მაგით აშანტაჟებენ პატიოსან პროფესიონალებს, რომ დააბრკოლონ პრობლემებზე ლაპარაკისგან. და პრობლემა თუ არის ლაპარაკება, ხა იჯდების, ახლა რამდენი გაიგებდა შენგან, ბევრ საინტერესო რამეს. ამ ჩვენი დღევანდელი ჩანაწერით, რომელიც მართლა შეიძლება პირველად გაიგო. და აქამდე არც იცოდა რა. შენ რო არ გითქვა, ხა ვინ იტყვა და მეც არ ვიცოდი ეგ ისინი ახლა რაღაცები და წაიდა გავიგებდი. ძალიან ასე ვთქვათ, შიდა წრეა, რომელიცაც ხორის რაღაცები, როცა ყველაფერი იცის, მაგრამ ანუ ოკეი. თავს ხოჭავს არა? ხო, ანუ მე ხო კარგად ვარ. ოსულა რა. აი არა უშავს. ანუ დღეს არა უშავს, ხვალ ჩემს ოჯახის წევრს არ მიიღებენ ეგრე კლინიკაში, ზეგ შენსაც არ მიიღებენ და მე ფიშვილი რო ავად გახდება, შეიძლება რამე ან ძალიან გვიანი იქნება. კი, უკვე ხო იცი, აღარ დარჩაო, ვისაც კარებს დაუკაკუნებენ რა. აი იმის არ იყოს რა. სანდრო, ბოლოსკენ მინდა კითხო, რა გაჩერებს აქ რა? ანუ იმიტომ რომ ერთი და იგივე мотиваცია გვაქვს, მართალი რო გითხრა რა, მეც და შენც და ბევრ აი საქმეზე შეყვარებულ პატიოსან, ახალგაზრდა თუ არ ახალგაზრდა ხა, ასაკის მნიშვნელობა არ აქვს. აი რა გაჩერებს აქ, ანუ რაც გულისხმობ, იცი, რაღაცა იმედი გვაქვს, აი მეც აი ტვინში რაღაცები მიტრიალებს, რომ აი სადაც 50 წლის რო გავხდეთ დაახლოებით ასეთი წარმომდგენია სურათი, ეს რო არ მქონდეს გონებაში დახატული.
აქ ეხლა საშინელება იქნებოდა რა მასე ყოფნა რა, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცეების და მაგითაც ვჩერდები რომ ცვლილებების იმედი მაქვს და აი ჩემი მთელი აჯენდა დღევანდელი ლაპარაკიდან დაწყებული რა ჩემი რაღაცა მუშაობით გაგრძელებული და ბევრი ყველა დეტალით გაგრძელებული ემსახურება იმ საერთო მიზანს რომ აი აქ ხედავ რომ აი აქ ეს უნდა იყოს. შენ სათხედავ მანდ გამოსავალს შენ ვიცი რომ იმოდოდ არ ახარ და შენ მასე უყურებ რა მაგ თემებს და ძალიან ვაფასებ ამას მე შენში რა რომ სამი რამე მაჩერებს მართალი რო გითხრა რა. ერთი ის რომ აი ეს დიდი ოჯახი და ის ადამიანები, კარგი ადამიანები, ჩემს გვერდს არიან თანამოაზრეები. მეორე ფანატიკური სიყვარული ჩემი პროფესიის მიმართ და იმის ასე ვთქვათ ფანატიკური იმედი იმისა, რომ ამ ქვეყანას შესაძლებელია ცვლილებები. რომ თუ ერთმა ადამიანმა ელაპარაკა, ორმა ელაპარაკა, სამმა ელაპარაკა, აუცილებლად დანიშნულების წერტილამდე მივა იქ და ვიღაცები დაინტერესდებიან ცვლილებებით. ის რომ ანუ თაობა მოდის ახალგაზრდა, მე ხა ლექციებსაც ვკითხულობ და ანუ რადიკალურად განსხვავებული ახალგაზრდები არიან, ვიდრე აი მე და შენი უნივერსიტეტის პერიოდში იყვნენ. ანუ ეს ტიპები, ეს ბავშვები არიან ორიენტირებული, ვექტორი აღებული აქვთ კარგი ქვეყნებისთვის, კარგი მედიცინას, ხარისხიანი მედიცინისთვის. კი, რთულია ძალიან მოსმენა, ხანდახან ეგეც ხდება, რომ ის ჩვენი კოლეგები, ვინც იქ არიან, საზღვარგარეთ არიან, საკმაოდ კარგადაა ყველაფერი აწყობილი. რაღაც აი ცოტა ისეთი არის ხოლმე მომენტები, როცა აი გულზე ხვდება იმ ადამიანს, ვინც შენ აქ ხარ რა. და აი ამ აქედან ცდილობ რომ რაღაცები აკეთო, ხარისხიანად აკეთო და აი მაგას იღებ რა. ძალიან მარტივია, მე ძალიან ბევრ კარგ ქვეყანაში მიმუშავე, სადაც იქ ყველაფერი თავის ლიანდაგებზე დგას და მიგორავს და იქ ბევრი ძალისხმევა არ ჭირდება. მოდი გვერდზე დავდგეთ მაშინ ჩვენ, ან რაღაცა მოდი ისე გააკეთე, რომ იქიდან რაღაც ნუ კი მესვრე რაღაცებს, მე აქ 20,000 ლარად რაღაც მაღალი დონის ქირურგია მინდა რომ ვაკეთო. მოდი და კონტექსტი გაიგე. ხო, ანუ კონტექსტი გაიგე. შენ ქვეყანაში როგორ 100,000 დოლარად კეთდება? ხო? ცოტა მესმის ეგულისკი. ხო, გესმის, ხო? ანუ ისეთი მომენტია. მოდი და ერთად ვქნათ. მე პრობლემა არ მაქვს, ჩვენი კარი. ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ როდესაც ტრანსპლანტი არის, ის კარი ყოველთვის ღია. ნებისმიერი სტუდენტიდან დაწყებული, ნებისმიერი კოლეგის დამთავრებული. მოდი და ნახე. რაც მეტი ჭკვიანი თავი ჯობია. მოდი მომეც საშუალება, რომ მე შენ კარები შემოვაღო შენთანაც, ნუ კი დამიხურავ კარებს, შენ მომეც საშუალება რა, რომ ნახო. ასეა. და მოდი ნუ მოვიტყუებით სტატისტიკაში. ეგ მარტივი გადასამოწმებელია ძალიან. აბა, სირცხვილია. სირცხვილია. სასაცილოდ გამოჩდებით რა. სასაცილოდ გამოჩდებით, თუნდაც ჩვენი ისეთი კოლეგებიც, რომელიც არავის მოდიო რო ეძახი, არავინ აღარ მოვა რა. შენ თუ ატყუებ და შენ თუ ეუბნები რომ ყველაფერი იდეალურადაა. არ არის იდეალურად. კარგად იყავი, იდეალურად და აკეთე, აბა რა საინტერესოა გვასწავლე როგორ არის ყველაფერი იდეალურად. მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი იდეალურად არის. ყველაფერი იდეალურად რო იყოს ყველანაირი ენთუზიაზმი დაკარგა ყველა. ყველაფერი იდეალურად არის, ნიშნავს ტყუილს რა. ანუ იდეალურად ერთად ქვეყანაში ვერ არის ყველაფერი და ხა ჩვენთან მით უმეტეს. სანდრო ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დღევანდელი საუბრისთვის რა, იმიტომ რომ ბევრ ისეთ თემას შეეხე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ინსპირაცია იქნება ბევრი შენი კოლეგისთვის, გულისხმობ ქირურგს და არა მარტო ქირურგს. და ინსპირაცია გამოდგა ჩემთვისაც რა, იმიტომ რომ რაღაცეებით ეხა რა ჩვენი პროფესიული სხვაობების გამო შენი გულისხმობ შეიძლება ჩემი მე სხვა პროფესიული გულისხმობები მაქვს ჩემს სფეროში სხვა პრობლემებია შენ სფეროში სხვა რაღაცები შეიძლება არ ვიცოდეთ ერთმანეთის სფეროებში ასე რა პრობლემები იყოს შინაარსი ერთი და იგივე გვაწუხებს მაგრამ ისე რა დეტალები ძალიან საინტერესოა ხოლმე ყოველთვის რა ძალიან დიდი მადლობა რომ გამიზიარე ეგ ყველაფერი რა პირიქით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის წარმატებას უსურვებ შენს ამ წამოწყებას ძალიან საინტერესოს და ყველას კიდევ ვისარგებლეთ მიულოცავ შობა ახალ წელს. გაიხარე. ეს იყო დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტის მე-12 ეპიზოდი. ჩვენი სტუმარი იყო სანდრო გილაცი, ზოგადი ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი. შევხვდებით 2 კვირის შემდგომ 4 შაბათს. კარგად.